მოგესალმებით, მეგობრებო. მე ვარ ფსიქოლოგი ვახო ჯაფარიძე და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რატო ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანს უქრება ყველანაირი სურვილი. სანამ ამ მნიშვნელოვან თემას გავშლით, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი გვერდი, სადაც უკვე არის ძალიან ბევრი სასარგებლო ვიდეო, რომელიც შეიცავს ძალიან ბევრ გამოყენებით ინსტრუმენტს მათთვის, ვისაც გსურთ საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ, დაძლიოთ ფსიქოლოგიური და არა მარტო ფსიქოლოგიური პრობლემები და შეძლოთ საკუთარი ცხოვრების დონის და ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერი წარმატება იწყება პირველი შინაგანი ნაბიჯით. ნებისმიერ წარმატებულ ქმედებას წინ უძღვის წარმატებული გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება. სწორ გადაწყვეტილებას წინ უძღვის სწორი ანალიზი. სწორ ანალიზს კიდე სწორი აზროვნება. ის თუ როგორ აღვიქვათ რეალობას. ის ფილტრები, რომლებიც მეშვეობითაც აღვიქვათ გარე სამყაროს. და ამიტომ პირველი ნაბიჯი ხდება ხოლმე აი აქ. და ეს ინსტრუმენტები, რომელსაც მე გთავაზობ, შეგიძლიათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ ზუსტად შექმნათ, გადადგათ პირველი მენტალური ნაბიჯი, პირველი შინაგანი წარმატებული ნაბიჯი, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯია იმ წარმატებული ნაბიჯების ჯაჭვში, რომელიც საბოლოო ჯამში მიგიყვანთ პროდუქტიულ, წარმატებულ, ხალისიან, ბედნიერ და ჯანსაღ ცხოვრებასთან. ჩვენ კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ ხდება ისე, რომ ადამიანს გაუქრა ყველანაირი სურვილი, ყველაფრის სურვილი და როგორ დავიბრუნოთ სურვილები. პირველი მიზეზი, რომელიც შეიძლება აქ დავასახელოთ, ეს არის ფსიქოლოგიური შოკი, რომელიც ადამიანმა გადაიტანა, ანუ შოკური ტრავმა, რომელიც დაკავშირებულია ან სიცოცხლის დაკარგვის შიშთან, ან მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვის შიშთან, ან მოულოდნელ ნეგატიურ მოვლენასთან ცხოვრებაში, რომელიც ძალიან ინტენსიური და ნეგატიური იყო. ასევე შეიძლება ესეთი ეფექტი გაჩნდეს, ანუ სურვილები გაქრეს, ეგრეთ წოდებული ვიკარული ტრავმის გამო, ანუ მარტივად რო ვთქვა, ძალიან ბევრს უყურებ ძალადობას ინტერნეტში, ძალადობის სცენებს, ახალ ამბებს, ნეგატიური ხასიათის, წლების მანძილზე ეს ილექება, ასე ვთქვათ და რაღაცა მომენტში ხდება ჩვენი ტვინის ლიმბიური სისტემის ტრავმატიზაცია. და აი ესეთი შოკური ტრავმის შედეგად შეიძლება დადგეს ესეთი ეფექტი, რომ რამდენიმე თვის მანძილზე ან რამდენიმე თვის შემდეგ ამ ტრავმის, გადატანილი ტრავმის შემდეგ შეიძლება უცებ აიღოს და სურვილები გაქრეს. ამ შემთხვევაში ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მიმართოთ კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტს, იმისთვის რომ ის დაგვეხმაროს, ასე ვთქვათ, აი ამ გაჭედილი, ტვინში გაჭედილი, ტრავმატული, ნეგატიური მოგონებების გადახარშვაში. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხდება რა? წარმოიდგინეთ, რომ აი ტვინმა ვერ გადაღეჭა, ან ვერ გადაყლაპა, ან ვერ გადახარშა რაღაცა ინფორმაცია, ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც არის ტკივილის წყარო. და აი ძველი ფირფიტები რო იყო ვინილის, ერთ და იგივე მუსიკა რო ტრიალებდა, რო ვერ გადადიოდა შემდეგ მელოდიაზე, აი ზუსტად ესეთი ეფექტია, ჩვენი მეხსიერება ატრიალებს აი ამ ნეგატიურ რაღაცას და ასე ვთქვათ, ვერ გამოგვდის ცხოვრების, ასე ვთქვათ, აი ეს გვერდი რო გადავშალოთ და სხვა გვერდიდან დავიწყოთ ცხოვრება, ფიგურალურად ვთქვათ, აი ეს არ გამოგვდის. რატო იკავებს მეხსიერება ასეთ ნეგატიურ რაღაცებს, აი ესე გითხავს, ხო? იმიტომ რომ ჩვენი მეხსიერება მოწყობილია ისე, რომ შექმნას გარე სამყაროში არსებული საფრთხეების კარტოტეკა. და რაღაც ცუდი რო ხდება, მას აქვს ესეთი ტენდენცია, რომ ეს ცუდი დაიმახსოვროს ხოლმე. რომ შემდეგ თავიდან ავიცილოთ ანალოგიური, მაგრამ ხანდახან ეს ცუდი იმდენია,
რომ აღარ გვინდა ეს კარტოტეკა, გავიგეთ უკვე რა არის ნეგატივი, მაგრამ ნუ აი მექანიკურ სქემას მეხსიერების მუშაობისას ვერ გაიქცევს. ამიტომ თუ ესეთი რამე მოხდა, თუ შოკური ტრავმა გაქვთ გაატანილი, ფსიქოლოგიური შოკი გაქვთ მიღებული და აი ამის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ ესეთი სხეულის დაბუჟების განცდა გაქვთ, ან სურვილები გაქრა საერთოდ, მიბრძანდით ფსიქოთერაპიაზე. მეორე მიზეზი, რატო შეიძლება გაქრეს სურვილები, ეს არის მიჩვევა. მაგალითად პანდემია, ხო? პანდემიამდე გქონდა ძალიან ბევრი სურვილი. დადიოდი კინოში, თეატრში, რესტორანში, სტუმრად, მასაჟზე, რა ვიცი, ვსეირნობდი, ფეხბურთს თამაშობდი და შემდეგ, ანუ ძალიან ბევრი და ცოცხალი სურვილი ქონდა. და შემდეგ დაგაჯინეს სახში. ხო და აი ამ სურვილების რეალიზაცია რო ვერ ხდებოდა, რაღაცა მომენტში ტვინი გადაეწყო, მოახდინა ადაპტაცია ახალ გარემოსთან და სურვილები გახდა უფრო მწირი. და ეს გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და შემდეგ უბრალოდ ჩვევაში გადავიდა ესეთი შინაგანი მდგომარეობა, ხო? ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ? თუ უბრალოდ ხვდებით, რომ ჩვევაში გვაქვს გადასული, აი ესეთი თუ შეიძლება ასე დავუხოთ, უსურვილობის მდგომარეობა. ამ შემთხვევაში ორი რაღაცა შეიძლება გირჩიოთ. პირველი ეს არის ხელოვნება. წადით ხელოვნების გამოფენაზე საქმე. წაიკითხეთ რამე ახალი მხატვრული ნაწარმოები, მუსიკა მოისმინეთ, ახალი, რაც არის ის პლეილისტი კი არა, რომელიც მაგრად მოგწონთ და წლებია უსმენთ. არა, ახალ რაღაცეებს, ანუ ახალ რაღაცეებთან, ახალ შემოქმედებით ინფორმაციასთან შედით კონტაქტში. ან ცხოველებთან შედით კონტაქტში, ხო? ძაღლი, კატა, ცხენი, თუთიყუში, ხანდახან. ან თქვენ თვითონ დაკავდით ხატვით, ძერწვით, სიმღერით, რაღაცა ახლით. ოღონდ მექანიკური გამეორებით არა, რომ შემოქმედება ფანტაზიამ რო იმუშაოს. რატო ფანტაზია? იმიტომ რომ მთლიანად მეხსიერების გამოყენებაზე ხართ გადასული და გახსოვთ, რომ ეს სურვილები უნდა იყოს მწირი. აი ეს დაიმახსოვრა თვინმა და არ გიშვებთ აი ამ შინაგანი, ასე ვთქვათ, გალიიდან. და როდესაც იწყებთ ახალი რაღაცეების კეთებას, რაც უკავშირდება ფანტაზიას, წარმოსახვას, ხელოვნებას, ამ შემთხვევაში ნელ-ნელა იწყებს მუშაობას ტვინის ის ნაწილები, რომლებიც ზუსტად პასუხისმგებელია სურვილების გენერაციაზე, ხო? იმიტომ რომ სურვილი რა ჯერ წარმოსახვა ჩდება და მერე გინდება ეს რაღაც. ან თუ ხელოვნება არა, ეცადეთ ყოველ დღე გააკეთოთ რაღაცა ახალი. აი რაც არა კარგიცდიათ საერთოდ, ხო? მაგალითად ერთი და იგივე გზით მიდიხართ მეგობართან სტუმრად. აი რაღაცა სხვა გზით წადით, ხო? აი თუნდაც ესეთ მარტივ პრიმიტიულ რაღაცეებში დაიწყეთ სიახლის შეტანა, იმისთვის რომ ასე ვთქვათ, ტვინი ამუშავდეს, იძულებული გახდეს აზროვნება ჩართოს, იმიტომ რომ თუ ერთ და იგივე მარშრუტებით დადიხარ, მაგალითად ერთ და იგივე რაღაცეებს აკეთებ, ხო? მეხსიერების მეტი არაფერი არ გჭირდება, აზროვნება არ გჭირდება რეალურად. წარმოსახვა არ გჭირდება ამაში. და როდესაც ჩვეულ რაღაცებს ახლებურად აკეთებ, აი აქ ირთვება წარმოსახვა და გამოდიხარ, ასე ვთქვათ, აი ამ სიმწირის ორმოდან. მესამე მიზეზი, რატომაც შეიძლება გაქრეს სურვილები, არის ისეთი უცნაური რაღაცა, რომ ოცნების შიში. ოცნების შიში საიდან ჩდება? რამდენჯერმე ცადა ადამიანმა რაღაცის გაკეთება, არ გამოუვიდა, იგემა მარცხი და არ უნდა კიდევ ერთხელ განიცადოს საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს არ უნდა რომ იმედები გაუცრუოს, კიდევ ერთხელ აღმოაჩინოს რომ აღმოჩნდა წარუმატებელი, ან უტვინო როგორც მას გონია, ხო? ან რაღაცა ვერ გააკეთა წესიერად, მოკლედ აღარ უნდა რომ იგემოს ეს მარცხი. და შესაბამისად აი ამ ამბიციებს ახშობს. და აღარ ჩდება ეს სურვილები, დადის რაღაცა პრიმიტიულ გამეორებაზე ერთ და იგივე რაღაცეებს. ამ შემთხვევაშიც გვჭირდება წარმოსახვის ამუშავება, ფანტაზიის ამუშავება, რაც აქამდე თქვით ყველაფერი ის გვჭირდება მანამდე და კიდე შეიძლება დავამატოთ ორი რაღაცა. შესაძლოა ამ ადამიანის მარცხის მიზეზი იყო ან მოტივაციის ნაკლებობა, ან კომპეტენტურობის ნაკლებობა, ხო? ხო და აი ესეც გავიაზროთ, რა დამაკლდა, მიზანდასახულობა დამაკლდა, მოტივაცია დამაკლდა, ეს შინაგანი ენერგიულობის მდგომარეობა დამაკლდა. თუ უბრალოდ რაღაცეები არ ვიცოდი,
რაღაცეებს ვერ ვაკეთებდი კარგად და არაპროდუქტიული არ მოხდი, არაეფექტური არ მოხდი. ამ შემთხვევაში თუ მოტივაციაზეა საუბარი, ხო? ამაში შეიძლება ძალიან კარგად დაგვეხმაროს იგივე ოღონდ ფსიქოთერაპევტი არ გჭირდება, გჭირდება კოუჩი ამ შემთხვევაში, ხო? ამ ფსიქოლოგი, რომელიც ასე ვთქვათ, დაგვეხმარება მოტივაციის ამაღლებაში, მაგრამ ზოგადად, რო ვთქვათ ტექნიკურად, ხო? მოტივაცია გაჩნდება მაშინ, როდესაც თქვენი მიზნები დაუკავშირდება თქვენს ღირებულებებს. თუ მიზნებს სახავთ თქვენი ღირებულებებიდან გამომდინარე და აქ უნდა იცოდე საკუთარი ღირებულებები, ხო? უნდა იკვლიო უბრალოდ, დახარჯო რაღაცა დრო, დააგვირდე საკუთარ თავს და უპასუხო საკუთარ თავს შეკითხვაზე, რა არის ჩემთვის ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში ამ ეტაპზე. იმიტომ რომ არ არსებობს ისე რომ აი ღირებულებები გქონდეს 5 წლის ასაკში და 50 წლის ასაკში სხვა ღირებულებები გექნება ბუნებრივია. და შესაბამისად 4-5 წელიწადში ერთხელ ღირებულებები გვეცვლება. მაგრამ აი რომ გავიხედოთ წინ, ხო, ახლა აი ამ ეტაპზე ჩემი ცხოვრების მთავარი ღირებულებები რა არის? მთავარი 3, 4, 5, 6 ღირებულება. როდესაც ეს მაქვს გააზრებული, ხო? მაშინ მოტივაციის პრობლემა საერთოდ არ ჩნდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად ბუნებრივი ეს მიზნები, რომელსაც ვსახავ, არის აბსოლუტურად ჩემთვის ბუნებრივი და ორგანული. რაც შეეხება კომპეტენტურობას, ხო? ამ შემთხვევაში გჭირდება გჭირდება რა, კარგი იქნება თუ ავითვისებთ სწრაფი დასწავლის მეთოდებს, მაგალითად, ხო? მაგალითად, მჭირდება რაღაცა უნარების ამოქაჩვა, ან საერთოდ არ ვიცი და მჭირდება ამ უნარების შექმნა. ამ შემთხვევაში სწრაფი დასწავლის ტექნიკები თუ ვიცით, აი ამ ტექნიკებს სხვა შორის ვასწავლი იმაში, მარათონებს როდესაც ვაკეთებ სამკვირიანს, შეუზღუდავ მიღწევების მარათონს, რა ვიცი, ძალიან ბევრი მწერს რომ გავაკეთოთ და რა, აი ვერ ვნახე დრო უბრალოდ რომ კიდე ერთხელ დავქოქოთ პროგრამა, მაგრამ ვეცდები გამოვნახოთ რომ მაინც. აი მათ პროგრამაში ვაკეთებ ძალიან კარგ სავარჯიშოებს იმისთვის, რომ ახალი უნარები, საკომუნიკაციო უნარები იქნება ეს თუ რაღაცა პროფესიული უნარები, თუ საზოგადოებრივი ადაპტაციის უნარები, ხო? ძალიან სწრაფად ავითვისოთ. საქმე იმაშია, რომ ჩვენი ტვინი ნელა პრინციპში ვერ სწავლობს. არა აქვს მას ბიოლოგიური მექანიზმები ნელის სწავლის. და თუ სწავლის პროცესი ნელა მიდის, ესე იგი თვითონ სწავლის მიდგომა, ტექნოლოგია და მეთოდი არის მრუდე. არ ვარ მოძველებული. თუ დასწავლას უდგებით, ასე ვთქვათ, სწორად და ვიყენებთ დასწავლის ბუნებრივ მექანიზმებს, ხო? აი, უბრალოდ გაიხსენეთ ბავშვობაში, რა სწრაფად ითვისებდით მშობლიურ ენას, რა სწრაფად ითვისებდით სიარულს, ხო? არც ერთი არის ბუნებრივი უნარი და არც მეორე. შესაბამისად, მანდაგან ამბობენ ხოლმე, რომ ასაკთან ერთად ადამიანი ჩლუნგდება და კარგავს სწრაფად სწავლის უნარს. არა, თუ ჩვენ გონებას ვავარჯიშებთ, პირიქით, ჩვენი ტვინი არის ნეიროპლასტიური, ასე ვთქვათ, და ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ სწრაფი დასწავლის უნარი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. თუ ვიცით ეს სავარჯიშოები, სპეციალურად როგორ შევიდეთ ამ სწრაფი დასწავლის მდგომარეობაში, თვითონ ალგორითმი, რომელიც მაინც რთული არის, უმაღლესი მათემატიკა ნამდვილად არის. აი ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში, თუ ვიმუშავებთ წარმოსახვის განვითარებაზე, გაღვიძებაზე, კომპეტენტურობის ამაღლებაზე და ბუნებრივი მოტივაციის გაღვიძებაზე, ხო? მაშინ ოცნების შიში გაქრება და სურვილები დაბრუნდება. და პრინციპში სულ აი ეს სამი რაღაცაა, რაც შეიძლება ტიპიურად, ყველაფერი ამომწურავი არ არის ეს სიამრე. ტიპიურად ალბათ 90%-ში აი ეს სამი მიზეზია, რატომაც შეიძლება გაჩნდეს სურვილები და ეს მარტივი გზები, როგორ შეგვიძლია დავიბრუნოთ, ასე ვთქვათ. არა მარტო სურვილები, არამედ მათი განხორციელების უნარიც. კეთილ და პატიოსანი ჩემო კარგებო, გისურვებთ სასიამოვნო საღამოს, პროდუქტიულ მუშაობას საკუთარ თავზე, ვინც ჩემს გვერდზე პირველად ხართ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი გვერდით და ამ გვერდზე უამრავი ინფორმაცია დევს, უამრავი ვიდეო, რომელიც შეიცავს სხვადასხვა გამოყენებით სავარჯიშოს, რომელიც შეუძლია გამოიყენოს ყველა ადამიანმა, იმანაც ვისაც არანაირი მომზადება არ აქვს ფსიქოლოგიაში და თუ ატყობთ არანაირ პროფესიულ ტერმინებს არ ვიყენებთ და მაქსიმალურად გასაგებიანით და მარტივად მოგაწევთ ეს ყველაფერი იმისთვის, რომ შეძლოთ ამის მომენტალურად გამოყენება ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც მომისმინეთ, ცადოთ და მიიღოთ შედეგი იქვე. შესაბამისად, იმისთვის, რომ არ სკროლოთ და არ ეძებოთ, ჩემს page-ზე შეგიძლიათ ნახოთ ესეთი
არის ესეთი, ასე ვთქვათ, დირექტორია თუ არ ვიცი რა ქვია, მოკლედ ვიდეო ცალკე ის არის განყოფილება თვითონ გვერდზე. დააჭირეთ ხელი და ყველა ვიდეოს ერთად გაგიხსნით და დასახელებების მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ ის, რაც არის თქვენთვის აქტუალური. გაუზიარეთ ეს ვიდეო თქვენს ახლობლებს თუ ხვდებით რომ მათ ჭირდებათ ეს ასე ვთქვათ მათთვის აქტუალურია ეს თემა ან სხვა თემა, ასე ვთქვათ, რომელსაც ნახავთ ასევე ჩემს გვერდზე და მომავალ შეხვედრამდე. სავარაუდოდ ხვალ ზეგ მაზეგ და ვეცდები რაც შეიძლება ხშირად მოგაწოდოთ ესეთი პრაქტიკული გამოყენებითი ინსტრუმენტები და ნუ ალბათ ცოტა წინ იქ სადმე დავგეგმოთ შეუზღუდავი მიღწევების მარათონი, რომელიც არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე უძლიერესი პროგრამა, რაც კი აქამდე შემიქმნია. ნუ იმას თუ არ დავასახელებთ, იმას თუ არ გავითვალისწინებთ, ასე ვთქვათ, რაზეც ვაკეთებ დახურულ კორპორატიულ ფორმატში ძალიან სპეციფიური შეკვეთების დროს. ანუ ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ნორმალური ადამიანისთვის შევკრიბე ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც უნივერსალურად გაძლევს საშუალებას, რომ შენი ცხოვრება დაძრა იქითკენ, სადაც გინდა. არ აქვს მნიშვნელობა რა დონეზე ხარ ეხა. შეიძლება ძალიან კარგად ხარ, კიდე უფრო ასე ვთქვათ, მეტი პროდუქტიულობა და კეთილდღეობა შეგიძლია შექმნა. თუ ორმოში ხარ ჩავარდნილი, პირობითად რო ვთქვათ, ცხოვრებაში ძალიან მარტივად ამოხვალ აქედან. მაგრამ ამაზე ვისაუბროთ ცოტა იქით, ახლა კი მინდა დაგემშვიდობოთ და გისურვოთ სასიამოვნო საღამო და მე მგონი თქვენთან კი საღამოა, ჩემთან ღამეა. აბა მომავალ შეხვედრამდე.